ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ თერაპიულ ზღაპარს ბავშვებისთვის, რომელსაც ქვია სუსნია და ცქვიტო. ეს ზღაპარი შეადგინა ფილოლოგმა და პედაგოგმა ლალი აფციაურმა და ამ ზღაპარში არის ასეთი თემები: უდარდელობა, მოუწესრიგებლობა, სიზარმაცე, გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ თავზე და ტრანსფორმაცია. თუ მოგეწონებათ ჩვენი არხი, გამოიწერეთ, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ. სუსნია და ცქვიტო. ერთ პატარა ტყეში, სადაც ყველა ცხოველი და ფრინველი მეგობრულად ცხოვრობდა, ზღარბების ოჯახი სახლობდა. დედა, მამა და ორი პატარა ზღარბუნა. ერთი ძალიან ცქვიტი და ყოჩაღი იყო. სულ პატარაც კი თავისი ერთი ციდა თათებით სწრაფ-სწრაფად დაწუხებდა და ცმაცუნა ცხვირს ყველაფერში ყოფდა. ამიტომ ცქვიტოს ეძახდნენ. მეორე კი ცოტა არ იყოს სუსნიაობის მოყვარული გახლდათ. უყვარდა ვაშლების, მზეზე გამომშრალი სოკოებისა და წვნიანი მოცვის ხრამუნი და მთელი დღე რაღაცას ისმოსნებოდა. ამიტომ სუსნია დაარქვეს. ზღარბუნები ბედნიერად იზრდებოდნენ თავიანთ მშობლებთან. ცქვიტო სულ სადღაც დასმსულებდა, ხან აქ იყო, ხან იქ. სუსნია კი გამუდმებით რამე გემრიელს ეძებდა კარადებში, გემრიელად შეექცეოდა და იყო ასე განცხრომაში. ცქვიტო და სუსნია რომ მოიზარდნენ, დადგა დრო, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებულიყვნენ და საკვების მოპოვება, ზამთრის მარაგის გაკეთება, სოროს მოწყობა და მსგავსი დიდური რამეები ესწავლათ. ორივე გამოცდილ მასწავლებელს, დიდად პატივცემულ ქალბატონ არიადნას მიაბარეს შეგირდად. ქალბატონი არიადნა ასწავლიდათ, როგორ უნდა დაემარაგებინათ სოკოები და ვაშლები თავიანთ ნემსებზე, როდის დაეწყოთ ზამთრისთვის მზადება და შემოდგომის ცივ ნესტიან დღეებში ცეცხლი რითი დაენთოთ, რომ სოროში თბილად და მშრალად ყოფილიყვნენ. ცქვიტო საუკეთესო მოსწავლე გამოდგა. ყველაფერს სწრაფად ითვისებდა და კმაყოფილი მასწავლებელიც უშურველად აქებდა. სუსნიას კი ერთთავად იმ გემრიელობებისკენ გაურბოდა თვალი. ზამთრისთვის გასაშრობად რომ აგროვებინებდათ ქალბატონი არიადნა. პირში სულ ნერწყვი მოადგებოდა ხოლმე და წარამარა გაჰკრავდა კბილს, წვნიან ვაშლებსა და კნატუნა სოკოებს. შემოდგომა ახლოვდებოდა. როცა ზღარბების ოჯახი მოულოდნელ გასაჭირში აღმოჩნდა. დედა და მამაც გაცივდნენ და ლოგინიდან ვერ დგებოდნენ, არადა ზამთრისთვის მომზადება იყო საჭირო. ოჯახის ყველა საქმე პატარა ზღარბუნებს დააწვათ მხრებზე. მშობლებს ცქვიტოს იმედი ჰქონდათ, ზამთრის მარაგს გაგვიკეთებსო. სუსნიაზე კი თავადაც მიხვდებოდით, დიდ იმედებს ვერ ამყარებდნენ. ცქვიტო იმდენად დარწმუნებული იყო ყველაფერს სწრაფად და ადვილად გავართმევ თავსო, რომ ზამთრის მარაგზე ზრუნვა მაშინვე არ დაუწყია. საკუთარი სიყოჩაღის იმედი ჰქონდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ყველაფერს მოასწრებდა. სუსნიას პირიქით ეშინოდა ამდენ რამეს დროულად ვერ მოვასწრებო, თან ძალიან უნდოდა მშობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი იმედი
შეიძლებოდა ჰქონოდათ. და მაშინ სუსნიამ გადაწყვიტა ნებისყოფა გამოემუშავებინა. მეორე დღესვე შეუდგა ზამთრის მარაგის მზადებას. როგორც კი წვნიან, სურნელოვან ვაშლსა თუ პანტასი პოვიდა, პირი აუწყლიანდებოდა ხოლმე, მაგრამ თავს მაშინვე ახსენებდა, რომ არ უნდა შეეჭამა და ყველაფერს სოროში მიეზიდებოდა. ჭადასოკოს დაბრაწული ყუის სურნელზე თვალები ებინდებოდა. ბევრჯერ კინაღამ შემოეჭამა კიდეც, მაგრამ გონს დროულად მოეგებოდა ხოლმე და თავს აიძულებდა. გემოს გაუსინჯავად წამოეგო ეკლებზე და ოჯახის საერთო მარაგისთვის მიემატებინა. მარაგიც ნელ-ნელა ივსებოდა. თუმცა ამის შესახებ ოჯახის არც ერთმა წევრმა არ იცოდა. ამასობაში ნოემბერიც დადგა და აცივდა. სქვიტო ახლა კი შეფუცხუნდა და სასწრაფოდ დაიწყო ზამთრისთვის მზადება. მაგრამ რაღა დროის იყო. თადარიგიანმა ცხოველებმა ისე გაზიდეს ტყის მთელი ნობათი სახლებში, სქვიტოს შინწამოს აღები თითქმის აღარაფერი დარჩა. თითქოს ჯიბრზეო ნაადრევი თოვლიც ჩამოყარა და თუ სადმე რამე კიდევ ეგულებოდა, ისიც დაფარა. აქეთ ეცა სქვიტო, იქით ეცა, მაგრამ რაღაც იზამდა. შერცვა ზღარბუნას, ძალიან შერცვა და ძალიან დადარდიანდა. მან ხომ ოჯახი ზამთარში საკვების გარეშე დატოვა და მშობლებსაც იმედი გაუცრუა. მშობლებიც შეწუხდნენ. სუსნიას აქ კი აღარ მოუთმინა გულმა და თავისი საიდუმლო ყველას გაანდო. მშობლებს გაუკვირდათ და გაუხარდათ. რა ყოჩაღი ყოფილა ჩვენი სუსნიაო. როცა ქალბატონმა არიადნამ ეს ამბავი შეიტყო, თავისი კეთილი ღიმილით გაიღიმა და თქვა: ასეც ვიცოდი, ყოჩახ სუსნია, თავარი ის კი არ არის, შენი ცოდნა მასწავლებელს დაანახო და მისგან კარგი შეფასება დაიმსახურო, არამედ ის, რომ შეძლო შენი უნარები საჭირო დროს გამოიყენო და ახლობლების სასარგებლოდ მოიხმარო. მართლაც ძალიან საინტერესო ზღაპარია და ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი შვილებისთვის. ბევრ თემას ეხება, სიზარმაცეს, ტრანსფორმაციას, დაფიქრებას, შეცვლას რაღაცის სტრატეგიების და იმედი მაქვს მოასმენინებთ შვილებს და ისინიც დიდ სარგებელს მიიღებენ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ და გააზიარეთ.